სოვრეთში მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზაფხულში გვალვების დროს, როცა წყლის მარაგი მნიშვნელოვნად იკლებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანგრძლივი გვალვის შემთხვევაში ადგილზე წყლის მოპოვება თითქმის შეუძლებელი ხდება და მის მოსატანად კილომეტრების გავლა უწევთ. ზორვეთში ვარ მე უკვე 71 წლიდან. ასე იძახიან გავაკეთებ, ჯერ არაფერი გაკეთებული. ვართ უწყლოთ. რითივსეთა აქ ჭალატყეში დადეს ხალხი დასალევ წყალზე რიგები დგას იქა ბალონებით და თუ არა და აქ ვისაც აქ ჭა და ის ჭების ის მარილიანი წყლებია ძალიან ჭები ვისაც გვაქვს ძალიან მარილიანი და წყალს ვერ მოვესწარით რომ მოგვივიდეს წყალი სულ არის რაც მახსოვს მე ეს პრობლემა წყალი აქ არ ყოფილა და არ ვიცი რა იქ პატრონები ვინც არის ვისიც არის ახლა შეიძლება ეზოში გაიგეთოს ჭა და როგორც ასეთი რომ აქ გამგეობიდან და იმედა დახმარებიდან არაფერი არ გაკეთებულა მასეთ არ მახსოვს რომ გაკეთებული იყოს ახლა მუშაობა რამდენი წელიწადი სოფელში პრობლემაა ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის აუცილებელი წყალიც უერთესი რა იქნება წყალს თუ გაკეთებენ სოფელს წყალი არ აქვს ენაცვალე ძალიან უჭირთ ხავს და საქონლის დასალევია სალეცხი წყალი არ აქვს უკვეთესი არაფერი იქნება. მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ ზოვრეთში, არამედ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც აქვთ. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ. ზესტაფონი, სოფელი კვალითი, დასალევ წყლებს შორიდან ვეზიდებით იქაც რიგებში გვიწევს დგომა. სოფელი არ ვიცი, მაგრამ ქალაქ ზესტაფონში რომ წლებია გრაფიკით არის წყალი, სირცხვილია. მეორე სვირი, კატასტროფა, ზაფხული წყლის გარეშე. ზესტაფონის რაიონის სოფელი ცხენთარო ჯანმრთელობის საფრთხეს წარმოადგენს ნამდვილად. მაგდენ სოფელს ვინ ჩამოთვლის? კითხვა პირიქით უნდა დაისვას. ვის არ აქვს წყლის პრობლემა? ამასობაში კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა, რომელიც 26 სოფლის წყალმომარაგებას გულისხმობს. სიაში 2 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელიც შედის, ზედა საქარა და ზოვრეთი. მეტი კონკრეტული ინფორმაცია კომპანიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. რაც შეეხება ქალაქ ზესტაფონში მიმდინარე სასმელი წყლის ქსელის მშენებლობას, ჩვენ ამის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვეთ. შეტყობინებაზე გვიპასუხეს, რომ პროექტის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. დამატებით დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს ლევან ალფაიძეს. გვეუბნება, რომ პროექტის გაჭიანურება მასში გარკვეულმა კორექტირებამ გამოიწვია და ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე სამივე რეზერვუარი გაიშვებს და ქალაქის მოსახლეობას წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ჩემამდე სხვა იყო პროექტის მენეჯერი, რომელმაც ეს სამუშაოები რაღაცები ჩაატარა და შემდეგ ლანჩხუთში გადავიდა ხა ის თემური. და შევცვალე მე მოვედი დაახლოებით 1-5 წელია და მოვედია. წები დაემატა პროექტი გარეთ შეიძლება სიტუაცია რომ დაემატა პროექტის გარეთ და ცოტა გაიწელა, მაგრამ პრობლემა არ არის ამ წლის ბოლოსთვის სრულად ყველა სამივე რეზერვუარი გაიშვებს და სრულად დაიწვითება ქსელი თელ ზესტაფონში. თელი ზესტაფონის მასშტაბით და იქნება 24 საათიანი წყალი. რაღაც პატარა დეტალები დარჩება, მაგრამ ეტაპობრივად გაგრძელდება სამუშაოები და საგარანტიო კიდე დეტალები და იმ წელს განმავლობაში ასე რომ ვთქვათ, პრობლემა ქსელთან დაკავშირებით და მოსახლეობას არ შეექმნება. პატარა დეტალები გაგრძელდება რა. საგარანტიო მანამდე კი ქალაქის მოსახლეობისთვის წყლის გრაფიკით მიწოდება რჩება დღის წესრიგში. სოფლებში არსებული პრობლემის გადაჭრამდე კი წლები იქნება საჭირო. შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტი კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. გამოწვევებია მომსახურების სექტორში, სადაც ბიზნესს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსი არ ყოფნის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაბალია მოთხოვნის კომპონენტი, უმთავრეს პრობლემას კვლავ შრომის ბაზარზე სასურველი უნარების მქონე კვალიფიციური კადრის მოძიება წარმოადგენს. აღნიშნული ნეგატიურად აისახება ბიზნესის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა ცოდნისა და უნარების საჭიროებაა შრომის ბაზარზე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებელია გამოვლენილ იქნას კერძო სექტორის მოთხოვნები ადამიანისეული კაპიტალის საჭიროებებისა და განვითარების კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანისეული კაპიტალის საჭიროებების შესასწავლად დღის წესრიგში დგება მომსახურების სექტორში უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სიღრმისეული რაოდენობრივი კვლევის ჩატარება. აზრს იზიარებენ მოქალაქეები და თვლიან, რომ ქვეყანაში პრობლემა არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილების სიმცირე, არამედ კონკურენტული კვალიფიკაციის მქონე კადრების ნაკლებობა. მათი ნაწილი ახალგაზრდების აქტიურობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ინიციატივა სწორედ მათ უნდა აიღონ ხელში, რადგან საკუთარი მომავლის შენებას სხვა ვერავინ შეძლებს. ვისაც არ ეძარება შრომა, კი შეიძლება რომ ჩვეულებრივად ახლა კონსულტანტად მაღაზიებში მაინც იმდენი კონსულტანტები და იმას პირიქით დებენ და სულ იხვეწებიან, რომ მაგრამ რატომღაც არჩევენ, რომ საზღვარგარეთ გონიათ, რომ იქ უფრო მეტი ანაზღაურება. თუ მოინდომებს აქაც ჩვეულებრივად ყველგან იშოვი და არ არის ახლა პრობლემა. ზოგი მაღაზიაში მუშაობს, ზოგი დამლაგებლად იმუშავებს, ყველა პროფესია ძალიან საჭიროა, ყველა მასწავლებელი და ექიმი არ იქნებოდა დირექტორი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ უფრო კადრების დეფიციტია ვიდრე ვაკანსიები? ვიდრე კი, უფრო კი. ვაკანსიები არის, იმიტომ რომ ბევრი შემხედრეა გაიული გამოიული, სულ ითხოვენ, რომ დავასაქმებ, გინდა სოციალურ ქსელში, გინდა ისე აი ყოველ მეორეს აწერია, რომ ვეძებ კონსულტანტს, ვეძებ დამხმარეს, ვეძებ მცხოვრებს, იმას, ამას გამყიდვეს და ახლა ნუ რაც მუშაობს, ახლა ამჯერად მთელი ის სავაჭრო ცენტრი გადაიქცა მთელი საქართველო, ასე რომ ვთქვა. ცოტა რთულია საკუთარი თავის რეალიზება, განსაკუთრებით სოფელში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებმაც განსაკუთრებით უნდა თავად იზრუნონ საკუთარი თავის დასაქმებას, თავად უნდა შექმნან სამუშაო ადგილები. ცოტა რთულია იჯდე და უყურო სხვა როდის შეგიქმნის სამუშაო ადგილს. ეს რაღაცა ჩვეული მენტალობაა და ნელ-ნელა უნდა გადავეწყოთ იმაზე, რომ ზოგადად საბაზრო ეკონომიკის პირობებში საკუთარი სამუშაო ადგილი შენს თავს თავად უნდა შეუქმნა ან სოფლის მეურნეობაში, ან ბიზნესში, ან თუნდაც მომსახურების სფეროში, ოღონდ ნამდვილად მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ. ამას სჭირდება შესაბამისი განათლებაც, პროფესიონალიზმიც, გამოცდილებაც და ამაზე უნდა იფიქროს ახალგაზრდამ და არ დაელოდოს სხვას, როდის უკარნახებს ვინმე რამეს. ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს კვლევას, რომელიც გამოავლენს, რა ცოდნა და უნარები სჭირდება დღეს ბიზნეს მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანებისაგან. უწყება შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების ანალიზს საქსტატის მეშვეობით ჩაატარებს. სამინისტროს განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ამ ფონზე სახელმწიფო უკვე ამოქმედებულ ახალ რეგულაციებზე მიუთითებს, რომლებიც შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებებს უკავშირდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით ქვეყანაში უცხოელი მოქალაქეების დასაქმება გართულდა. ბიზნეს სექტორი კი მიიჩნევს, რომ შიდა სამუშაო ძალის დეფიციტის პირობებში რეგულაციების გამკაცრება პრობლემას ვერ შეამცირებს. რესტორანთა ასოციაციის დირექტორის განცხადებით, სურათი განსაკუთრებით მძიმე დასახულია ჰორეკა სექტორზე. მისივე თქმით, საჭიროა კერძო და საჯარო სექტორების კოორდინირებული მუშაობა და პროფესიული განათლების სისტემის ხელშეწყობა, რათა ადამიანური კაპიტალის დეფიციტი ეტაპობრივად აღმოიფხვრას. დენათ დიდი არის ეს ვაკუუმი, მისი შევსება რთულად ხდება და შესაბამისად ვთქვათ ერთი კადრის მეორე ადგილზე გადაყვანა უბრალოდ ეს არ ნიშნავს, რომ ის რაც იქ ვაკუუმი შექმნა, ის მარტივად ამოივსება. აქ არის საჭირო როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობა, რომელიც შესაძლებლობას მიცემს პროფესიული განათლების ხელშეწყობას, ეგრეთ წოდებულ რაც სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ დუო სისტემებს, სადაც დასაქმება
დაუთმებული არის ადამიანი კერძო სტრუქტურაში და შესაბამისად ღებულობს ხელფას როგორც სახელმწიფოდან სწავლის პერიოდში, ასევე ღებულობს გარკვეულწილად ხელფას კერძო სტრუქტურადან. ეს არის ის ძირეული აუცილებელი პირობები, რომელიც შესაძლებლობას მიცემს განვითარებას კადრების. შრომის ბაზრის კვლევაზე, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით საველე სამუშაოებს საქსტატი განახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 374,809 ლარია. ხელშეკრულების ვადები განსაზღვრულია 2025 წლის 21 ივლისიდან 2025 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ერაყის, რუსეთის, ირანის, ინდოეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კამერუნის, იორდანის, თურქმენეთის, ყაზახეთის და კენიის ჯამში 22 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.